გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს ძალიან საინტერესო გამოცანები გველის. იმედია მოგეწონებათ. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ადვილი საქმე არის მათი გამოცნობა. დავიწყოთ მარტივებით. წარმატებას გისურვებთ. გახსოვდეთ, რომ გამოცანის პირობის მოსმენიდან დაახლოებით 20 წამი გექნებათ. სანამ პასუხს გეტყვით, თუ თქვენ მეტი დრო გჭირდებათ, მაშინ უბრალოდ დააპაუზეთ ვიდეო. რომელ ჭიქაშია ყველაზე მეტი წყალი? პასუხი: ბეში. გონი ეს ყველაზე მარტივებს შორისაც ყველაზე მარტივია. თუ გამოიცანით, დაალაიქეთ ვიდეო და ცოტა დავასერიოზულოთ. 7 მანქანა აღმოჩნდა აი ასეთ საცობში. ერთ-ერთი მათგანი რომ მოვაცილოთ, დანარჩენები შეძლებენ თავიანთი გზით წასვლას. რომელია ეს მანქანა? პასუხი: ეს არის წითელი მანქანა, ანუ 3 ნომერი. ერთი ბიჭი 2014 წელს 25 წლის იყო, ხოლო 2019 წელს 20-ის. როგორ? პასუხი: ბიჭი ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე. აბა ამაზე რა სიტყვით? ამ ხალიჩაზე დევს მობილური. უნდა იპოვოთ თუ სად დევს. პასუხი: აი მობილური აქ არის. ერთმა კაცმა თავისი ცოლი ცემით მოკლა და რადგან ირგვლივ არავინ იყო, მისი გვამი ადგილზევე დატოვა, ხოლო სისხლიანი დანა ტყეში მოისროლა. ამის შემდეგ თავის მანქანაში ჩაჯდა და ოფისში მივიდა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ პოლიციელმა დაურეკა და აცნობა თავისი ცოლის სიკვდილის შესახებ. ამასთან სთხოვა დანაშაულის ადგილზე მისულიყო. როდესაც ქმარმა პოლიციელის მოთხოვნა შეასრულა და დანაშაულის ადგილზე მივიდა, სამართალდამცავება დაუყოვნებლივ დააკავეს. რატომ? საიდან იცოდა პოლიციელმა, რომ მკვლელი ქმარი იყო? პასუხი: პოლიციელს ქმრისთვის არ უთქვამს, თუ სად მოხდა დანაშაული. შესაბამისად, მან იცოდა სად იყო მისი ცოლის სხეული, რადგან პირდაპირ იქ მივიდა. ნახოთ ამას რამდენად გამოიცნობთ. საკმაოდ რთული ამოცანაა თავის ჟანრში. რომელი ავზი აივსება პირველად? პასუხი: წყალი A ავზიდან B-ში ჩავა, ხოლო B-დან C-ში. რადგან D ავზი დაკეტილია, წყალი C ავზიდან J-ში გადავა. J ავზიდან წყალი ჩავა L-ში და შემდეგ F ავზში, რადგან H-ში დაკეტილია. მაშასადამე სწორი პასუხია F-ი. ჯეინს არ მოსწონს თავისი დედამთილი, თუმცა მისთვის ყოველდღე ამზადებს სადილს. ერთ დღესაც მან შეწვა ხორცის ერთი დიდი ნაჭერი, ორივესთვის და ორად გაყო. ჯეინიმ და მისმა დედამთილმა ხორცის 2 ნაჭრიდან მხოლოდ ერთი ნაწილი შეჭამეს, თუმცა დედამთილი მოიწამლა და დაიღუპა. ჯეინი კი გადარჩა. როგორ?
პასუხი: ჯეინიმ მხოლოდ დანის ერთი მხარე მოწამლა. ამ გვერდით ჩამოჭრილი ნაჭერი კი დედამთილს აჭამა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. 4 მსჯავრდებული ყოველ ორშაბათს ესწრება ციხეში ჩატარებულ ხელოვნების გაკვეთილებს. სამეთვალყურეოდ მათ თან ახლავთ დაცვა, რომელიც მწვანე უნიფორმას ატარებს. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ თავიანთი ნივთები, რომლებსაც ხელოვნების გაკვეთილებზე იყენებენ საკანში შეიტანონ, რომელი მათგანი შეძლებს ციხიდან თავის დაღწევას. პასუხი: მსჯავრდებული, რომელიც მწვანე საღებავს იყენებს დასახატად, რადგან მას შეუძლია მწვანე საღებავით შეღებოს თავისი ტანსაცმელი და თავი დაცვად გაასაღოს. არ ვიცი რამდენად ლოგიკურია, თუმცა ასეთი პასუხი აქვს ამ ამოცანას. ეს თავსატეხი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. დათოს სურს კლუბში შესვლა, თუმცა ამისთვის საჭიროა პაროლი. მან კი პაროლი არ იცის, ამიტომ დათო იმალება შესასვლელთან ახლოს და ყურს უგდებს კლუბში შემსვლელებისა და დაცვის საუბარს, რათა გამოიცნოს პაროლი. როცა კლუბის წევრი მოდის, დაცვა ეუბნება 2, ხოლო ის პასუხობს 3 და თავისუფლად შედის კლუბში. სხვა კლუბის წევრი მოდის შესასვლელთან და დაცვა ეუბნება 3, ხოლო ის პასუხობს 4 და შედის. დათო ფიქრობს, რომ მან ძალიან მარტივად გაიგო პაროლი და მიდის დაცვასთან, რომელიც ეუბნება 4, დათო კი პასუხობს 5. მაგრამ დაცვა მას კლუბში შესვლის უფლებას არ აძლევს, რადგან პაროლი არასწორია. რა პრინციპით მოქმედებს პაროლი და რა იქნება ის დათოს შემთხვევაში? პასუხი: დათოს უნდა ეთქვა, თუ რამდენი 100-სგან შედგება დაცვის მიერ ნათქვამი სიტყვა. მაგალითად 2, ეს სიტყვა შეიცავს 300-ს, ამიტომ კლუბის წევრი პასუხობს 3. დათოს ამ ლოგიკით უნდა ეპასუხა 4, რადგან 4 შედგება 400-სგან. როგორც გითხარით, არც თუ ისე მარტივი თავსატეხი იყო, თუმცა ვისთვის როგორ. განალაგეთ ციფრები ისე, რომ ყველა გვერდზე ბურთულათა ჯამი 17 სტოლი იყოს. თქვენს ადგილზე მე შემეძარებოდა ამაზე დაფიქრება და გადავახვევდი, თუმცა ყველა ადამიანს თავისებური ხედვა აქვს, ამიტომ შეიძლება რომელიმე თქვენგანმა გამოითვალოს კიდეც. პასუხი ასეთია. და დღეისთვის ბოლო გამოცანა, რომელის პასუხსაც არ გეტყვით. რა საერთო აქვს სურათზე გამოსახულ ფიგურებს? კომენტარებში დაწერეთ, რომელი გამოცანა მოგეწონათ ყველაზე უფრო და თუ მთლიანად ვიდეოც მოგეწონათ, შეგიძლიათ დალაიქოთ ვიდეო და არხიც გამოიწეროთ, რათა არ გამოგრჩეთ კიდევ უფრო საინტერესო და განვითარებული ვიდეოები. ნახვამდის.